არაფერი არ დაგვიანოსა რეალურად ნარატიულ მანევრებში ვართ და ვთქვათ საინფორმაციო მანევრებში ვართ. როგორი ტრაგიკულიც არ უნდა იყოს აწმყო, რაღაცნაირად ესე უნდა მივუდგეთ, რომ ესეთი ცუდია, ესეთი ტრაგიკულია, კიდე უარესი შეიძლება იყოს ხვალ, მაგრამ ჭირდება ნაბიჯი წინ. რეალურად ამ რაღაცა ბრიფინგით გადაფარეს გუშინდელივე თავისი დაკავებები, იმიტომ რომ დაკავებების აქციას არ გადაენაცვლა უფრო ფართოდ ვირტუალურ სივრცეში, ხო? ანუ ჩვენ საქმეს უნდა მივუდგეთ ესე, რომ წარმოიდგინეთ მარტივ რაღაცას ვამბობ რა, ხალხს რომლებიც ტყვიებიან წარსულს გადაურჩით. უახლოეს წარსულზე საუბრობ. ანუ სიტყვებიანმა და სულად სიტყვებიანმა და მუშტებიანმა აწმყომ როგორ უნდა მოგვისპოს წარსული. ანუ ჭკუით როგორ უნდა გვაჯობონ. რეალურად ეს ხო ბრიფინგი ჩატარდა. ანუ მათმა ჭკუამ დაბადა იდეა, რომ მოდი გავაკეთოთ ბრიფინგი, რომელიც იტყვის სიტყვებს, რომლებიც დაბადებს შიშებს. თორე როდის ვინმეს მუშტებით მოსვლა უნდადეს, როდის აქეთ ჭირდება ბრიფინგი. ანუ გუშინ ვერ მოვიდოდნენ მუშტებით, ხვალ ვერ მოვლენ, ხვალ რომ მოვლენ, რას გეტყვიან, რომ აი ეს არაფერი უბრალოდ აი ბრიფინგის გამო მოვედითო. ანუ ეს უბრალოდ არის საინფორმაციო მანევრები. ჩვენ თავარი უნდა გავიაზროთ, რომ ფატალიზმი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა წავახალისოთ. ეგ გვაქვს პრობლემა. ჩვენ გონია, რომ ფატალიზმს აქვს ძალა, რომ ეს რაღაცა გაფანტული უკმაყოფილებები ერთად მოაქუჩოს და ძლიერ უკურეაქციად გარდაქმნას და ვერ გარდაქმნის, იმიტომ რომ ფატალიზმი საერთოდ პოზიტივის ნაწილაკს არ შეიცავს. ამისთვის გვჭირდება ერთიანი, ზომიერად პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგი. და აქაც სხვათა შორის ძალიან უცნაურად ემთხვევა, ხო, აგერ 2 კვირაა განურჩევლად იმისა, ბატონი ირაკლის გუნდი რას ფიქრობს, ასე თუ ისე თითქოს რაღაცაზე საუბარი დავიწყეთ, ხო, თქვით რომ მოდი აი სამართლიანი არჩევნები ხო არ იყოს დღის წესრიგი. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ რა შეფასება მიეცით, სხვა რა შეფასება მის, ანუ თითქოს ტემპერამენტული სხვაობა იყო ამ შეფასებებში, მაგრამ აშკარად გამოჩნდა, რომ ადამიანებმა საუბარი დაიწყეს, ანუ რაღაცა დღის წესრიგზე წავიდა საუბარი და ეგრევე გაჭრეს ახალი რაღაცა მკვეთრი ინფორმაციით, რომ ეხა აი ამაზე გადმოვიდეთ და ამაზე ვილაპარაკოთ. სინამდვილეში ჩვენი ინიციატივა რაც იყო და სულ მაგას დაუბრუნდებით, ეხლა წინა ეთერში თქვენი სტუმარი ამბობდა, რომ დარწმუნებული ვარო, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს მხოლოდ არჩევნების გზითო. მეც დარწმუნებული ვარ. ირაკლი ამბობდა, რომ უნდა მოუბილიზდეთო, დარწმუნებული ვარ, მაგრამ ერთ ადგილას არ უნდა გავჩერდეთ, არამედ ნაბიჯი უნდა გადავდგათ წინ, ხო? და ჩვენ ესეთ მარტივ ინიციატივას ვამბობთ, ხო? ისეთ ბანალური ჭეშმარიტების ირგვლივ ხო არ მოუბილიზდეთ, როგორიც არის გვინდა სამართლიანი არჩევნები. აი საერთოდ სივრცეს არ ტოვებს მუშტებისთვის, გარჩევებისთვის, ბრიფინგებისთვის და თითქოს პასუხებს აჩენს ყველა იმ პასუხგაუცემელ კითხვაზე, რაც ესე თითქოს პირზე აკერია და ავრცელებს ქართულ ოცნებას. ხო, აი მაგალითად კითხვაზე რისთვის დგას, ვერ გავიგეთო რისთვის დგასო ეს ხალხი ქუჩაშიო, პასუხი იქნება რა დგას სამართლიანი არჩევნებისთვის. რა მნიშვნელობა აქვს? ანუ ერთი კაციც თუ დგას ქუჩაში სამართლიანი არჩევნებისთვის, ესე იგი სამართლიანი არჩევნები გვინდა, ის ერთი კაცი განასხეულებს მთელ ამ სურვილს, ხო? ამბობენ, რომ ვერ გავიგეთო რა უნდაო ოპოზიციასო, სამართლიანი არჩევნები გვინდა. ამბობენ, რომ ვიღაც მათი მომხრეები ამბობენ, რომ აი ესენი რო წავლენო, ვინ უნდა მოვიდესო და მოდი ეგ არჩევნებზე გადავწყვიტოთ, ჩვენ მხოლოდ სამართლიანი არჩევნები გვინდა. ანუ სამართლიანი არჩევნების ირგვლივ ერთობა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უბრალოდ შექმნის იმ ზომიერად პოზიტიურ დღის წესრიგს. ეს არ არის ვარდისფერი სათვალეები გავიკეთოთ და გეგონება პეპლებში ვცხოვრობთ. მაგას არ ვსაუბრობ, მაგრამ ზომიერად პოზიტიურ დღის წესრიგს და რაც მთავარია, შეიძლება შექმნას ერთიანი სამოქალაქო თანხმობა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომელიც საერთოდ სივრცეს არ დაუტოვებს ვერც ეგეთ ორგანიზაციებს, რომელთაც ჰქონდათ ბრიფინგი და დღევანდელ ამ ორგანიზაციის ბრიფინგზე ხა მე რო ვიყო, ყველაზე მეტი კითხვა წესით უნდა უჩნდებოდეს ქუჩას. იმიტომ რომ წესით, როგორც ვიცით ახლა ამ ქვეყანაში და არა მარტო ამ ქვეყანაში, მუშტების ქნევას აქამდე ასე თუ ისე არეგულირებდა ქუჩა, მაგრამ ტერმინებიც არის, ხო, შესაბამისი, ხო და დღეს აუწყეს, რომ თურმე ეგ პრივილეგია გადაეცა არასამთავრობო სექტორს, ხო და ქუჩა მიდარდოს ახლა მაგ ბრიფინგზე, რა ჩვენ ბევრად მნიშვნელოვანი სადარდებელი გვაქვს. კი ბატონო, ზურა თქვენ რას გვეტყვით აი ევროკავშირთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გულისხმობ ამ შემთხვევაში? პოლარიზაციის წახალისება ისევ ხალბატონო, ანუ რომ რაღაც გამოგონილ იდენტობებად დავიყოთ, ხო, გამოგონილი იდენტობებია, კოცინაცი, გამოგონილი იდენტობებია
პროევროპელი და რაღაც თავის თავს რაც უწოდებენ არც ვიცი პროქართველი რეალურად ყველა ვართ ქართველები ვართ ქრისტიანები და თუ ვართ ქართველები და ქრისტიანები მაშასადამე ვართ დასავლეთ ცივილიზაცია ანუ მან და საერთოდ არაფერი არც საკამათო გვაქვს არც შესათანხმებელი ესეც ერთგვარი პოლარიზაციის სახალისებაა და ისევ იგივე აზრს გავაგრძელებთ თქვენის ნებართვით რომ ჩვენ სწორედ ეგ აღვნიშნეთ რომ მოდი პოლარიზაცია დავასრულოთ ოღონდ ჩვენებურად დავასრულოთ იმიტომ რომ პოლარიზაცია თუ პირობითად ცვლილებების ნაპირზე ელემენტარულად სამართლიანი არჩევნების მოთხოვნის ნაპირზე ჩვენ შევძლეთ ფართო სამოქალაქო თანხმობის მიღწევას, ანუ 75% მოქალაქეებს თუ თანახმა იმის რომ შემდეგი არჩევნები აუცილებლად უნდა ჩატარდეს სამართლიანად, ანუ კიდევ ერთხელ გავმარტოთ დღეს როგორ არის დაგეგმილი საერთოდ შემდეგი არჩევნების ჩატარება, იმიტომ რომ პრობლემა ეგ იქნება, თითქოს ამაზე ვილაპარაკებთ და ხვალმოვა ეს 28 წელი ხვალმოვა არჩევნები და მერე დაიწყება ერთმანეთში რაღაცა ახალი დაპირისპირება, რომ არის თუ არა ეს ერთადერთი ბრძოლა და სხვა გზა აქვს თუ არა და დღევანდელი საარჩევნო სისტემა არის მოწყობილი ესე, რომ ქართული ოცნება ამბობს, რომ პოლიტიკაშიო იქნებაო ვინცმე მინდაო, ხმას მიცემს ვინცმე მინდაო, ბიულეტენზე იქნება ვინცმე მინდაო, დააკვირდება ვინცმე მინდაო და დაითვლის ვინცმე მინდაო. ანუ საარჩევნო უბანიო იქნება ნოტარიუსიო და მოდიხართო და აფორმებთო რა და მაშინ ეს ბუღალტერია რაღაც შეიტენეს, პირდაპირ გააფორმონ რა, ანუ ეგ რეალურად არჩევნები არ არის. ხო, ნუ აი რა აზრი აქვს და აქედან გამომდინარე ძალიან მარტივია. თუ ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობ ფართო კონსენსუსს მივახცევთ იმაზე, რომ გვინდა სამართლიანი არჩევნები. მაშინ მაგ კითხვაზეც აი ევროპა თუ არც ვიცი საერთოდ რას ეძახიან ძალიან მეცნება ხოლმე ხმარობენ სიტყვას პროქართული არადა ცოტა პარადოქსულია რომ სადაც ხარ იქითკენ ვერ წახვალთ ესე პროქართველები ვართ ისედაც ხო მაგასაც პასუხი გაეცემა რომ მოდი რა გეხვეწები ეგ საკონსტიტუციო საკითხია არჩევნებით გადავწყვიტოთ მე უბრალოდ მინდა სამართლიანი არჩევნები მეტი არაფერი არ მინდა და თითქოს მაშინ წარმოიდგინეთ აი ამ თელს ჩვენს უკმაყოფილებასაც ერთგვარი ფორმა მიეცემა, ვექტორი მიეცემა, ანუ ის არის გახდება ერთი კონკრეტული მოთხოვნით, რომელსაც მეტსაც გეტყვით, საერთოდ ის პრობლემაც არ იქნება, რომ აი ვინმეს დაძაბავს, რომ ვერ შემოუერთდეს. იმიტომ რომ არ კიდევ ერთხელ ვამბობ, სიტყვები არაფერს ისეც არ შეიცავს, რომ დაფიქრდე, რომ ამას რო შევუერთდე, ხო არ დამიჭერენ. როგორ დაგიჭერენ? რა, სამართლიან არჩევნებს ვითხოვ. კი ბატონო, სამართლიანი არჩევნები არ შედის ივანიშვილის დღის წესრიგში და არ აწყობს ესე, რომ თქვა ამ ტერმინით, რომ თქვა და აი მაშინ რა ხდება. ბატონო, ნახეთ მარტივია. ჩვენ სამწუხაროდ დღეს, რასაც ხშირად ვეძახით ავტოკრატიას, დიქტატურას, სინამდვილეში ეს არის დემოკრატიის ბნელი მხარე. მწუხარ შეიძლება ცუდი სიმართლეა, მაგრამ ფაქტია. და საერთოდ ჩვენთვის ყველა ცნობილი ესეთი ბოლო დიქტატურა იყო დემოკრატიის პირმშო. მაგრამ რეალურად ეს ჯერ კიდევ მაინც რჩება რაღაცა ჟღერადობით ვითომ დემოკრატია. ხო, მაგიტომ ვუწოდებ მე პირობითად ფეოდალურ დემოკრატიას, რაც დამყარდა რუსეთში. ჩვენთვის ამოცანა არის, რომ სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით ისეთ ჩიხში მივამწყდიოთ ოცნება, რომ ბოლოს მართლა კონდეთ ეგ არჩევანი, ან დათმობაზე წამოვლენ, ან მოუწევთ დამყარება დიქტატურის, როგორც ამას ქვია. ანუ გამოსვლა თავისი შეიარაღებული ძალებით და ამის დამყარება. დიქტატურას აქაური ქსოვილი ვერ მიიღებს. დიქტატურას აქაური ქსოვილი ცით როგორ ვერ მიიღებს? მეფეებს უჭირდათ. ანუ აბსოლუტიზმის ეპოქაში უჭირდათ მეფეებს, როდესაც აღქმა იყო, რომ მეფეს მთელი საქართველო ღმერთითაა გბოძებული როგორც პირადი საკუთრება. აი ის ვერ ამყარებდა აქ დიქტატურას. გამორიცხულია რომ ამ ქსოვილმა ეგ მიიღოს. ჩიხში როგორ შეკავთ, როგორ აქცევთ ის? საერთო სამოქალაქო თანხმობით. ძალიან მარტივია, თუ ქართულმა ოცნებამ იცის, რომ აღნაირი პოლარიზაცია არ არსებობს, ქვეყნის გადამწყვეტი უმრავლესობა ითხოვს სამართლიან არჩევნებს, ძალიან კონკრეტულია ამ მოთხოვნებში, რომ ხმა დაუბრუნდეს ემიგრანტებს. ეს პირველი, ამით დავიწყოთ. ხმა უნდა მიცეს ყველა საქართველოს მოქალაქე. მეორე პრინციპი, ერთი მოქალაქე, ერთი ხმა. მესამე რომ აუცილებლად უნდა ჩამოვიდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები. მეოთხე რომ ოპოზიციის ჩართვა აუცილებლად უნდა მოხდეს დათვლაში. არაფერი ეს რთული არ არის, ეს არის ტექნიკური, ეს უბრალოდ მინდა სამართლიანი არჩევნები და მოდი აი ეს განუკითხაობა დღეს რაც ხდება, არჩევნებით გადავწყვიტოთ. უბრალოდ გადავწყვიტოთ რა. და თუ ყველა მხარე ვთანხმდებით, რომ ეს არჩევნები ნამდვილად სამართლიანია, შესაბამისად შედეგსაც მივიღებთ. კი ბატონო, მადლობა ჩვენი სტუდიის სტუმრებს. ახლა გვაქვს ეთერში რეკლამის დრო, რამდენიმე წუთში